ახლა წარმოვთქვამ ორ სიტყვას, რომელიც პოტენციურ აპოკალიფსთან ასოცირდება. კუბის კრიზისი, იგივე კარიბის კრიზისი. 60 წლის წინ 1962 წლის 27 ოქტომბერს, როცა კუბის საჰაერო თავდაცვამ ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი U-2 ჩამოაგდო, ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი უკვე იდგნენ ბირთვული კატასტროფის ზღვარზე. თვითმფრინავის ჩამოგდებამ კი ომის დაწყება თითქმის გარდაუვალი გახადა. თუმცა სულ ბოლო მომენტში ამერიკის 35-მე პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ უარი თქვა საპასუხო იერიშის მიტანაზე, რასაც მალევე მოჰყვა კავშირის მაშინდელი ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის შემხვედრი ნაბიჯი, გარკვეული პირობებით. კუბიდან საბჭოთა რაკეტების გადანის თაობაზე. რა მოხდა 60 წლის წინ კარიბის ზღვაში? როგორ აღმოჩნდა თავისუფლების კუნძულზე საბჭოთა რაკეტები? რით განსხვავდება ერთმანეთისგან ახლანდელი და 62 წლის წინანდელი კრიზისები? დავიწყოთ ქრონოლოგიურად. მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ცივი ომის ეპოქის დასაწყისი მოჰყვა. ერთ დროს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალები დაპირისპირებულ პოლიტიკურ ბანაკებში აღმოჩნდნენ. მართალია, ცივი ომი ეს იყო ომის შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე, თუმცა ყოველთვის არსებობდა მისი გაცხელების რეალური საფრთხე. მსოფლიო ყველაზე ახლოს ბირთვული კატასტროფის წინაშე 1962 წელს დადგა, ეგრეთ წოდებული კუბის კრიზისის დღეებში. ყველაფერი კი 3 წლით ადრე დაიწყო, როდესაც სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა. კასტროს კომუნისტურმა რეჟიმმა ბრძოლა გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ინტერესებს. ამერიკამ კუბიდან შაქრის მიღება და მისთვის ნავთობის მიწოდება შეწყვიტა. 1961 წლიდან, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სათავეში ჯონ ფიცჯერალდ კენედის ადმინისტრაცია მოვიდა, კუბაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა ერთ-ერთ ძირითად ამოცანად გადაიქცა. როგორ დაიწყო? 1960 წლის 9 ივლისს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ლიდერებმა პირველად განაცხადეს ხმამაღლა, რომ კუბა მათი ინტერესების სფეროში შედიოდა. ნიკიტა ხრუშჩოვმაც მასწავლებელთა საკავშირო კონგრესზე გამოსვლისას ჩვეული რიხით თქვა, რომ დაიცავდა კუბას ამერიკის მოსალოდნელი ხელყოფისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის საბჭოთა კავშირისგან ისეთ მიუწვდომელ მანძილზე, როგორც ადრე იყო. ფიგურალურად რომ ვთქვათ, საჭიროების შემთხვევაში საბჭოთა არტილერისტებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ კუბელ ხალხს სარაკეტო ცეცხლით, თუ პენტაგონის აგრესიული ძალები გაბედავენ კუბაში ინტერვენციას. ნიუ-იორკის ნიუ სკულის უნივერსიტეტის პროფესორისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის შვილიშვილის ნინა ხრუშჩოვას თქმით, 1961 წელს, როცა ამერიკელებმა რაკეტები განათავსეს თურქეთში, ხრუშჩოვი იმყოფებოდა ბულგარეთში, ვარნაში, თავდაცვის მინისტრ მარშალ მალინოვსკისთან ერთად. მალინოვსკიმ უთხრა, რაკეტები დამიზნებულია კიევზე, ლენინგრადზე, მოსკოვზე, ნატოს ბაზები ალყაში გვაქცევენ. ხრუშჩოვი აღშფოთდა, როგორც ჩვეულებრივ აღშფოთდებოდა ხოლმე, როცა ფიქრობდა, რომ დასავლეთი საბჭოელებს სათანადოდ არ აფასებდა. ამბობს ნინა ხრუშჩოვა. ჯერ კიდევ 1959 წელს ხრუშჩოვმა შესთავაზა პრეზიდენტ ეინზენჰაუერს. 50 წლით გაეყინათ ყველა ბირთვული პროექტი. მისი ეს წინადადება არ მიიღეს. მალინოვსკიმ კი რაკეტები დაგვიმიზნესო. პასუხად ხრუშჩოვმა თქვა: ძიასემს ზღარბს ჩავუგდებთ შარლის უბეშიო. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიმიკო ფიქრობდა, რომ ეს ნამეტანი იყო. მიქოიანს შეეშინდა, რომ ამერიკა უპასუხებდა, მაგრამ ხრუშჩოვმა არ დაიშალა და თქვა: ბევრჯერ გავაფრთხილე კენედი, რომ თუ კუბას არ შეეშვებოდა, საკადრის პასუხს გავცემდით. საკადრისი პასუხის გასაცემად საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1962 წლის მაისის საიდუმლო სხდომაზე გადაწყდა, რომ კუბაში ბირთვული ქობინების მქონე რაკეტებს განათავსებდნენ. პარალელურად დაიწყო ოპერაცია ანადირი. ანადირ
საბჭოთა ჯარისკაცების სატვირთო გემების ტრიუმფებით გადაყავდათ კუბაში. ამერიკის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს სერგეი რადჩენკოს თქმით, მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი 10-15-ჯერ ჩამორჩებოდა ამერიკას კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მარაგით, მაგრამ მოსკოვს საკმარისი რაოდენობით ჰქონდა საშუალო რადიუსის რაკეტები, რომლებიც ბევრად უფრო საიმედო იქნებოდა, თუკი მათ კუბაში განალაგებდნენ. ასეთ შემთხვევაში ხრუშჩოვს შეეძლო დამუქრებოდა შეერთებულ შტატებს ბირთვული თავდასხმით და ამით აღედგინა წონასწორობა, რომელიც საბჭოელების აზრით დაირღვა, როცა შეერთებულმა შტატებმა რაკეტები განათავსა თურქეთსა და იტალიაში. საჭიროა ხრუშჩოვის მდგომარეობაში შესვლა და მისი ფსიქოლოგიის გაგება, თუ რატომ არ აძლევდა მოსვენებას თურქეთში განთავსებული რაკეტები. მგონია, რომ გამოდიოდა თეზისიდან, თუ შეიძლება ამერიკელებმა თავიანთი სარაკეტო ბაზები ჩვენ ირგვლივ განათავსონ, რატომ არ შეგვიძლია იმავეს გაკეთება ჩვენ? ეს სხვადასხვა აშკარად ჩანს იმ პერიოდის მის ბევრ განცხადებაში, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ახსნა. 90-იან წლებში, როდესაც ხელმისაწვდომი გახდა პირველი საბჭოთა დოკუმენტები კარიბის კრიზისის შესახებ, ანასტას მიქოიანის ვაჟმა, სერგო მიქოიანმა, რომელიც ლათინური ამერიკის სპეციალისტი იყო და თან ახლდა ხოლმე მამას კუბაში ვიზიტების დროს, თქვა, რომ ხრუშჩოვს რაკეტების განლაგებით სურდა კუბის რევოლუციის გადარჩენა ამერიკის ხელყოფისგანო. ხრუშჩოვს ნამდვილად ეშინოდა, რომ შეერთებული შტატები მორიგჯერზე შეეცდებოდა კუბის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი. ჩემს კვლევაში ყურადღებას ვამახვილებ ჩინეთის ფაქტორზე. 1950-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები გაუარესდა, ხოლო 1960-იანი წლების დასაწყისში განხეთქილება უკიდურესად გაღრმავდა. ჩინეთის საბჭოთა კავშირს მესამე სამყაროს ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობების ხალათი ადანაშაულებდა. ამ კონტექსტში ხრუშჩოვს უნდა ეჩვენებინა, რომ საბჭოთა კავშირი იყო ჭეშმარიტად რევოლუციური ძალა, რომელიც მხარს უჭერდა რევოლუციებს, მათ შორის კუბაში. არ დაგვავიწყდეს, რომ 1955 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირმა გამოსცადა თერმობირთვული ბომბი და იმავდროულად მიაღწია კარგ შედეგებს სარაკეტო ტექნოლოგიების სფეროში. 1957 წლის ივლისში კი ასევე საბჭოთა კავშირმა გამოსცადა პირველი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. როდესაც ეს ორი ფაქტორი გაერთიანდა, ხრუშჩოვს გაუჩნდა იარაღი, ბირთვული ხელკეტი, რომლითაც შეეძლო დამუქრებოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს. ისტორიკოსები ხშირად აკავშირებენ ერთმანეთთან ხრუშჩოვის მიერ ბირთვული ხელკეტის ტრიალს, როგორც 1958 წელს დასავლეთ ბერლინის გარშემო შექმნილი კრიზისის დროს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ტაივანის სრუტეში. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ნიკიტა ხრუშჩოვმა კუბაში რაკეტების განთავსება და ამერიკის შანტაჟი გადაწყვიტა, დაკავშირებულია ამერიკის მაშინდელი ლიდერების არასწორ შეფასებასთან საბჭოთა შესაძლებლობებთან მიმართებაში. დავუბრუნდები უშუალოდ კუბის კრიზისს. ამერიკელებმა ორჯერ სცადეს ფიდელ კასტროს რეჟიმის ჩამოგდება. 1961 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ის მიერ საგანგებოდ გაწვრთნენ კუბელ ემიგრანტთა ჯგუფი ღორების ყურის გავლით გადასხა კუნძულზე. მაგრამ კუბის თავდაცვის ძალებმა იოლად მოახერხეს მათი განადგურება. ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა 1962 წელს ჩატარებული ოპერაცია ორტსტაკი, ანუ კასტრო, თუ მას უკუღმა წაიკითხავთ. ამ ორმა წარუმატებელმა ოპერაციამ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანა ისედაც დაძაბული ამერიკის შეერთებული შტატებისა და კუბის ურთიერთობა. ასევე პრობლემას ქმნიდა ამერიკელთა მიერ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებული იუპიტერის ტიპის რაკეტები. იტალიასა და ინგლისში განთავსებულ რაკეტებზე საბჭოთა კავშირს შეეძლო თვალი დაეხუჭა, მაგრამ თურქეთის ქალაქ იზმირში საშუალო მოქმედების რადიუსის 15 რაკეტა მის პრესტიჟსა და უსაფრთხოებაზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედებდა. იზმირის ბირთვულ არსენალს შეეძლო საფრთხე შეექმნა თვით იმპერიის დედაქალაქისთვის. კონფლიქტის უკიდურესი ესკალაციის შემთხვევაში რაკეტები დამიზნებული იყო თბილისზეც. $1962 წლის ზაფხულში საბჭოთა კავშირმა კუბაში ბირთვული ქობინების განთავსება დაიწყო. ამ დროს შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი ჯონ მაკკონი თაფლობის თვეს ატარებდა პარიზში,
საგანგაშო ინფორმაცია მან სასწრაფოდ გადასცა პრეზიდენტ კენედის. ამერიკელებს კი საბჭოთა დიპლომატები ამშვიდებდნენ, მსგავსი არაფერი ხდებაო. სწორედ ეს განაცხადა კენედიმ 4 სექტემბერს კონგრესზე გამოსვლისას. 8 და 16 სექტემბერს საბჭოელებმა კუნძულზე SS-4 ტიპის რაკეტების 2 პარტია შეიტანეს. 9 ბაზის აშენებას გეგმავდნენ. მათ შორის 6 SS-4 ტიპის, ხოლო 3 SS-5 ტიპის რაკეტებისთვის. ასევე ამ ინფორმაციის თანახმად, კუბაში ბირთვული ქობინებით აღჭურვილი საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები განთავსდა. დამაიმედებელი ინფორმაციის მიუხედავად, ამერიკელებმა U-2 ტიპის თვითმფრინავებით სადაზვერვო ფრენები დაიწყეს. 14 ოქტომბერს U-2-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი იყო სან კრისტობალის მახლობლად მდებარე საბჭოთა სამხედრო ბაზა. აღნიშნული ფოტოები პრეზიდენტს 16 ოქტომბერს წარუდგინეს. სწორედ 16 ოქტომბერი ითვლება კუბის ბირთვული კრიზისის დაწყების თარიღად. ამის შემდეგ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია ასეთია. კენედიმ სასწრაფოდ შეკრიბა მრჩეველთა საბჭო, რომელსაც მოგვიანებით XCOM-ი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი ეწოდა. XCOM, Executive Committee of the National Security Council. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ვიცე-პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი, სახელმწიფო მდივანი დენ რაკი, ფინანსთა მინისტრი დუგლას დაილონი, თავდაცვის მდივანი რობერტ მაკნამარა, გენერალური პროკურორი რობერტ ფიცჯერალდ კენედი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ მაკკონი, შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაური გენერალი მაქსველ ტეილორი და სხვა ოფიციალური პირები თეთრი სახლიდან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან და პენტაგონიდან. XCOM-ი სიტუაციის შესაძლო განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავდა. ევროპიდან ამერიკული რაკეტების გატანით დაწყებული, კუბაზე ან საბჭოთა კავშირზე სწრაფი ბირთვული იერიშის მიტანით დასრულებული. მაგრამ საბოლოოდ თეთრმა სახლმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. 19 ოქტომბერს გადაღებულმა აეროფოტოებმა დაადასტურა, რომ კუბაში უკვე მოქმედებდა 4 საბჭოთა ბაზა. იმის მიუხედავად, რომ იმ დროისათვის ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული პოტენციალი 8-ჯერ აღემატებოდა საბჭოთა კავშირისას, რადიკალური გადაწყვეტილების მიღებისგან თეთრ სახლში თავს იკავებდნენ. და მაინც რა მასშტაბის შეიარაღება ჩაიტანა საბჭოთა კავშირმა მოკავშირე კუბაში. ამერიკული წყაროები და ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტები გვაძლევენ საშუალებას აღვადგინოთ საბჭოთა შეიარაღების გზა კუბამდე. ამერიკული წყაროები და ახლად გამოჩენილი საბჭოთა მასალები საშუალებას გვაძლევენ აღვადგინოთ საბჭოთა შეიარაღების მობილიზების პროცესი, რომელიც კუბის მნიშვნელოვან სტრატეგიულ სარაკეტო ბაზად გადაქცევით დაგვირგვინდა. საბჭოთა მთავრობამ კუბას იარაღი პირველად 1959 წლის შემოდგომაზე გადასცა. საბჭოელებმა და კუბელებმა სამხედრო დახმარების შემდეგი ფაზის შესახებ 1962 წლის დასაწყისში მოილაპარაკეს. 1962 წლის აპრილში საბჭოთა პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა კუბის მოთხოვნები დამატებით შეიარაღებასთან დაკავშირებით და საბჭოელებმა იარაღის მიწოდება აშკარად დაჩქარებული ტემპით ივლისის ბოლოდან განაგრძეს. 1 სექტემბრისათვის საბჭოთა შეიარაღება კუბაში მოიცავდა მიწა ჰაერის ტიპის რაკეტებს, სანაპიროს დასვის სოპკის ტიპის ფრთოსან რაკეტებს, ანტისახომალდო რაკეტებით აღჭურვილ საბატრულო ნავებს და 5000-ზე მეტ საბჭოელ ტექნიკოსსა თუ სამხედრო მოსამსახურეს. პირველმა საბჭოურმა ბირთვულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა კუბას 8 სექტემბერს მიაღწია. საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები კუბაში საიდუმლოდ საბჭოთა გემების გემბანქვეშ გადამალული შეიტანეს. კუბაში ასევე ჩაიტანეს დამატებით საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები, სარაკეტო ტრაილერები, საწვავის სატვირთოები, სპეციალური სარადარო ფურგონები, სარაკეტო სადგამები და ბირთვული გობინების შესანახი ბუნკერები, რომლებიც სასწრაფოდ მიიტანეს სამშენებლო ადგილებზე. მალევე ჩამოვიდა იმავე სახის აღჭურვილობა, უფრო შორეული, გარდამავალი სიშორის ბალისტიკური რაკეტების დასადგამად. ამერიკის შეერთებული შტატებისათვის შეუმჩნევლად 4 ოქტომბერს კუბამ მიიღო ბირთვული გობინები საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისთვის.
ისევე როგორც ათეულობით ქობინი სოპკას ტიპის სანაპირო დასვის ფრთოსანი რაკეტებისათვის. 6 ბირთვული ბომბი Il-28 ტიპის საშუალო ბომბდამშენი. ეს იყო გამანადგურებელი იარაღის საკმაოდ დიდი რაოდენობა. შეიძლება ითქვას აპოკალიპტურიც, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის პრეზიდიუმმა მიიღო და ეს გადაწყვეტილება გულისხმობდა, რომ ამ საქმეში ისეთი ხალხი ყოფილიყო გარეული, რომლებიც ამ პროექტს ძალიან გაასაიდუმლოებდნენ და მართლაც გასაიდუმლოების ისეთ ხარისხს იყენებდნენ, რომელსაც ამერიკული ვერც კი მიუახლოვდებოდა. ეს ძალიან კარგად ეხერხებოდათ საბჭოთა კავშირში. ეს გასაიდუმლოება თითოეულ ორგანიზაციას ართმევდა ინფორმაციას სხვა მონაწილე ორგანიზაციებზე და შეუძლებეს ხდიდა მთლიანი ოპერაციისთვის მიეგედებინათ თვალი. იძულებულნი იყვნენ რა ემოქმედათ უფრო ვიწრო პერსპექტივაში. თითოეული ორგანიზაცია იმას აკეთებდა, რისი კეთებაც ნამდვილად იცოდა. რაკეტების საიდუმლო ტრანსპორტირება, გადმოტვირთვა და სამშენებლო ლოკაციებზე მიტანა ძალიან დიდი ორგანიზაციული წარმატება იყო. მოახერხა რა თავიდან აეცილებინა საიდუმლოს გამჟღავნება, სანამ რაკეტები უკვე საველე მოქმედებისთვის არ იქნებოდა მზად. ოპერაცია ანადირის ეს ნაწილი საბჭოთა გენერალური შტაბის ოპერაციული განშტოების სპეციალურად შექმნილი ქვედანაყოფის მიერ დაიგეგმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა საბჭოთა სადაზვერვო სააგენტოებთან. თუმცა, როგორც კი იარაღი და აღჭურვილობა კუბაში ჩავიდა, ოპერაციის ხელმძღვანელობა კუბაში განთავსებულმა საბჭოთა ძალების ჯგუფმა გადაიბარა. ამის შემდეგ მომდენო პროცესები იმ პერიოდის საინფორმაციო სადაზვერვო ხარისხისთვისაც კი ძალიან დაჩქარდა. დროსთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ორივე მონსტრის სახელმწიფოს ამბიციებიც. მონსტრი იმიტომ, რომ მსოფლიო განადგურების პირას დადგა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ორი სახელმწიფოს ლიდერმა რაღაც ვერ გაიხვეს. რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ. საკუთარი ამბიციები ვერ დაიუგეს. 22 ოქტომბერს კენედიმ კონგრესზე გამოსვლისას კუბაზე არსებული სიტუაცია მკაცრად შეაფასა და იმავე დღეს კუბის წინააღმდეგ საზღვაო კარანტინი გამოაცხადა. სატელევიზიო გამოსვლაში კი განაცხადა, რომ კუბის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმა შეერთებულ შტატებზე გაგებული იქნებოდა როგორც საბჭოთა კავშირის თავდასხმა და მას სათანადო პასუხი გაეცემოდა. თავის მხრივ ხრუშჩოვმა საზღვაო კარანტინი უკანონო აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ საბჭოელები არ დაემორჩილებოდნენ კენედის ბრძანებას. ამის მიუხედავად 24 ოქტომბერს რამდენიმე საბჭოთა გემი კარანტინის ზონასთან ახლოს გაჩერდა. სიტუაციის გამწვავებას საბჭოელებიც ერიდებოდნენ. ხრუშჩოვმა ამის შესახებ მისწერა კიდეც კენედის, თუმცა მისმა წერილებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო. 25 ოქტომბერს გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე ამერიკის ელჩმა ალდაი სტივენსონმა კითხვით მიმართა საბჭოთა კავშირის ელჩს ვალერიან ზორინს. იყო თუ არა განთავსებული კუნძულ კუბაზე მათი ბირთვული შეიარაღება. მას შემდეგ, რაც საბჭოთა დიპლომატმა დასმულ შეკითხვას არ უპასუხა, სტივენსონმა უშიშროების საბჭოს მზვერავი თვითმფრინავის მიერ გადაღებული ფოტოები წარუდგინა, რომელზეც კარგად ჩანდა კუნძულზე საბჭოთა სამხედრო ბაზები. 26 ოქტომბერს თეთრი სახლიდან კრემლში წერილი გაიგზავნა იმის შესახებ, რომ კუბიდან ბირთვული შეიარაღების გატანა იქნებოდა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა მოგვარების საწინდარი. თუმცა მეორე დღეს ამერიკელებს დიდი სიურპრიზი ელოდათ. 27 ოქტომბერს კუბის თავდასხმის ძალებმა ამერიკული მზვერავი U-2 ჩამოაგდეს. ამ ფაქტმა უკიდურესად დაძაბა მდგომარეობა. მზვერავი თვითმფრინავის მიერ გადაღებული ფოტოები ადასტურებდა რეალურ საფრთხეს ამერიკისთვის. მოულოდნელმა ამბავმა თავზარი დასცა ვაშინგტონსა და მთელ შეერთებულ შტატებს. რადგან კუბაში რუსული რაკეტები იმას ნიშნავდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ნაწილი საბჭოთა რაკეტების მოქმედების არეალში ხვდებოდა. რადგან 1959 წელს შექმნილ P-12 ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს შეეძლოთ 1600 კილოგრამი წონის ბირთვული მუხტის გადატანა 2000 კილომეტრზე მეტ მანძილზე. ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მაქსველ ტეილორმა კუბაში დაუყოვნებლივი შეჭრის წინადადება წამოაყენა.
რაც მისი აზრით შეაჩერებდა საბჭოთა სარაკეტო სისტემების სრულ განლაგებას კუბაში. თუმცა ამ ნაბიჯს მოჰყვებოდა დიდი მსხვერპლი და ვითარების ესკალაცია. საბოლოოდ მხარი დაუჭირეს თავდაცვის მდივნის რობერტ მაკნამარას შეთავაზებულ ვარიანტს კუბის საზღვაო ბლოკადას. 24 ოქტომბერს საბჭოთა გემებმა მიაღწიეს ამერიკული ხომალდების მიერ დადგენილი კორდონის სასაზღვრო ზონას. 26 ოქტომბერს საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედის გაუგზავნა წერილი შეთავაზებით, თუგე ამერიკის შეერთებული შტატები დადებდა პირობას, რომ არასოდეს შეიჭრებოდა კუბაში. საბჭოთა კავშირი გაიტანდა თავის რაკეტებს კუბიდან. 27 ოქტომბერს კუბის საჰაერო თავდაცვამ კუნძულის თავზე ჩამოაგდო ამერიკული U-2 სადაზვერვო თვითმფრინავი, რაც პენტაგონის თვალსაზრისით ომის ფაქტობრივ გამოცხადებას ნიშნავდა. კენედიმ სამხედრო რჩევის საწინააღმდეგოდ უარი თქვა კუბაში განლაგებული საბჭოთა სარაკეტო დანადგარებზე საჰაერო იერიშის მიტანაზე. 27 ოქტომბერსვე კენედიმ მოსკოვიდან მიიღო ხრუშჩოვის კიდევ ერთი შეტყობინება, ამჯერად კუბიდან რაკეტების გატანის წინადადებით. საპასუხოდ ამერიკას უნდა მოეხდინა თურქეთში განთავსებული რაკეტების დემონტაჟი. კენედიმ მიიღო ხრუშჩოვის შეთავაზება, პრივატულად დათანხმდა რაკეტების თურქეთიდან გატანასაც. 20 ნოემბერს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ გამოაცხადა, რომ დასრულებულია კუბის ბლოკადა. კარანტინი. მოგვიანებით ამერიკამ მართლა გაიტანა ბირთვული შეიარაღება თურქეთიდან, სადაც 1961 წელს ამერიკული რაკეტები განათავსეს. დამოუკიდებელი ისტორიკოსების და მკვლევრების აზრით, გნებავთ დასკვნით. კარიბის კრიზისის განმუხტვაში, რაც შეუძლებელი იქნებოდა ხრუშჩოვის უკან დახევის გარეშე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ხრუშჩოვის ომთან დაკავშირებულმა პირადმა გამოცდილებამაც. ხრუშჩოვი იყო ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გამოიარა და რომელმაც ამ ომში შვილი დაკარგა. შესაბამისად, ხრუშჩოვს ესმოდა, რა იყო ომი. გააცნობიერა კრიზისის დროს, თუ რამდენად საშიში იყო სიტუაცია, რომელიც შეიძლებოდა საერთოდ გამოსულიყო კონტროლიდან. ფიდელ კასტრომ შესთავაზა ხრუშჩოვს პრევენციული დარტყმების განხორციელება, რამაც ხრუშჩოვი შეაზრწუნა. შემდეგ არაერთხელ თქვა ამის შესახებ, რომ მხოლოდ სრულ შეშლის შეუძლია გადაწყვიტოს პრევენციული ბირთვული დარტყმაო. კენედიც ასევე არ იყო შეშლილი. ისიც წავიდა გარკვეულ დათმობებზე მოლაპარაკებების დროს. მათ შორის დათანხმდა თურქეთიდან რაკეტების გატანას. კენედიმ ასევე გააკეთა საჯარო განცხადება კუბის შესახებ, რომ არ დაესხმებოდა თავს. ამას ხრუშჩოვს სახის შენარჩუნების საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, ეს მარცხი იყო, მაგრამ გარკვეული შედეგი მანაც მიიღო და რაც მთავარია, შეინარჩუნა მშვიდობა. მშვიდობა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, კენედი იყო პოლიტიკოსი, ხრუშჩოვიც იყო პოლიტიკოსი, პირველი საჯარო პოლიტიკოსი საბჭოთა კავშირში. საჯარო პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ მას შეეძლო ქცევის ფორმულირების მოდელირება პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე. პოლიტიკა მაინც პირველ რიგში კომპრომისია. სწორედ კენედიმ და ხრუშჩოვმა აჩვენეს, რომ პოლიტიკა კომპრომისია. კუბის სარაკეტო კრიზისი დღემდე რჩება დიდი გავლენის მქონე მოვლენად. ისტორიაში არ არსებობს პარალელი 1962 წლის ოქტომბრის იმ 13 დღესთან, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ბირთვული უბსკრულის წინაშე იყვნენ გაჩერებულები. მანამდე არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი ალბათობა, რომ ამდენი სიცოცხლე მოულოდნელად გაქრებოდა. ომი რომ დაწყებულიყო, ის მიახლოებით 100 მილიონი ამერიკელის, 100 მილიონზე მეტი რუსისა და მილიონობით ევროპელის სიკვდილს გამოიწვევდა. ისტორიის სხვა კატასტროფები და არაადამიანური მოვლენები ამასთან შედარებით უმნიშვნელო გახდებოდა. უბედურების ალბათობას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ 3-დან 1-სა და თანაბარ შორის შეაფასა, ის რომ გადავრჩით ნამდვილად განსაცვიფრებელია. რეტროსპექტივაში ეს კრიზისი ცივი ომის მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცა. 13 დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და თითოეულს ორმხრივი განადგურების ზალა ეპყრა ხელთ. დაინახეს რა ბირთვული უბსკრული ორივე ერმა უკან დაიხია. არასდროს ყოფილა მათ შორის ომის რისკი ისე მაღალი, როგორც 1962 წლის ოქტომბრის ბოლო ორ კვირაში. შესაბამისად ამ კრიზისის გააზრება საგარეო ურთიერთობის ყველა შემსწავლელისათვის უმნიშვნელოვანესია.
ის მაღალი დონის დიპლომატია თუ პოლიტიკა, რაც მე-20 საუკუნის შუახანებში ორი ლიდერის სახელმწიფოს ლიდერებმა აჩვენეს. დღეს მგონი საოცნებოა. ჩვენ ამას დღეს ვერ ვხედავთ. მართალია პუტინი ადრე აჩვენებდა, რომ რაღაცის მოდელირება შეეძლო, მაგრამ ახლა ის იქცევა კგბ-ს ვიცე-პოლკოვნიკივით, რომლიდანაც დაიწყო თავისი კარიერა. მხოლოდ ერთს ხაზს მიუყვება, რომ საჭიროა გამარჯვება ნებისმიერ ფასად, რომ მტერი ჩაქმით უნდა გასრესო, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს პოლიტიკურ საუბარს, რადგან პოლიტიკა მაინც კომპრომისია. დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკას და კომპრომისს, რაც ამ დაპირისპირებას უკიდურესად სახიფათოს ხდის. რა შეგვიძლია ვთქვათ? მოვლენების წინასწარმეტყველებისთვის კუბის, იგივე კარიბის კრიზისის გაკვეთილზე. ზოგადად ისტორია არაფერს ასწავლის, ის მხოლოდ სჯის გაკვეთილის არ ცოდნის გამო. ახლაც ისტორია გვსჯის დაუსწავლელი გაკვეთილებისთვის. დუტენტე ფრანგული სიტყვა ტერმინია, რაც საერთაშორისო დაძაბულობის განტვირთვას, დაძაბული ურთიერთობების შერბილებას ასახავს. ეს ტერმინი კარგად აღწერს ცივი ომის ეტაპს. ეს იყო საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ შორის დაძაბულობის განმუხტვის პოლიტიკა, რასაც ხელი შეუწყეს რიჩარდ ნიქსონმა, ჰენრი კისინჯერმა და ლეონიდ ბრეჟნევმა 1969 წლიდან 1974 წლამდე. ამ პერიოდში ხელი მოეწერა ისეთ ხელშეკრულებებს, როგორიცაა სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება და ჰელსინკის შეთანხმება. განიხილეს კიდევ ერთი ხელშეკრულება, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმება SALT II, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არ იქნა რატიფიცირებული. ისტორიკოსთა შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი, თუ რამდენად წარმატებული იყო საერთაშორისო დაძაბულობის განსამუხტად ეს ნაბიჯი, რათა მიაღწიათ მშვიდობისთვის. 1962 წელს კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ორივე ზედსახელმწიფო შეთანხმდა, რომ უშუალოდ ცხელი ხაზი დამონტაჟდებოდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. ეგრეთ წოდებულმა წითელმა ტელეფონმა შესაძლებლობა მისცა ორივე ქვეყნის ლიდერს დაუყოვნებლივ დაკავშირებოდნენ ერთმანეთს სასწრაფო ვითარების დროს და ამგვარად შეამცირებდნენ სამომავლო კრიზისების განვითარების შანსს. ასე გადარჩა მსოფლიო მე-20 საუკუნეში კიდევ ერთ მესამე მსოფლიო, ამჯერად სრულად გამონადგურებელ ატომურ ომს. 1963 წლის 20 ივნის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის პირდაპირ საკომუნიკაციო კავშირის დამყარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. იმავე წლის 30 აგვისტოს ჯონ კენედი გახდა შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი, რომელსაც კრემლთან პირდაპირ სატელეფონო ხაზი ჰქონდა, ეგრეთ წოდებული წითელი ტელეფონი. თუმცა, რა თქმა უნდა, მოწყობილობას, რომლითაც შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის დედაქალაქებს შორის პირდაპირ კავშირი იყო შესაძლებელი, ტელეფონთან საერთოდ თითქმის არაფერი ჰქონდა. მთლიანობაში დღეს ბირთვული იარაღი 9 ქვეყანას აქვს. ესენია ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პაკისტანი, ინდოეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა. სოფლიოში დაახლოებით 13080 ბირთვული გობინია. ატომური იარაღის გამოყენებას კაცობრიობისათვის გამანადგურებელი შედეგი ექნება. ბირთვული აფეთქებებით ქალაქების დაუყოვნებელი განადგურების გარდა, ასეთი ომის პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, რადიაციული ავადმყოფობის გავრცელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დროებით, ან სრულად მუდმივად გათიშვა. ეს უკანასკნელი ელექტრომაგნიტური იმპულსების გამო მოხდება. ექსპერტების შეფასებით, ბირთვულ ომს ქალაქების უმან განადგურება შეუძლია. ეს ათობით მილიონი თუ არა მეტი ადამიანის სიკვდილის ტოლფასია. მსგავსი აფეთქებების შემდეგ შეიცვლება კლიმატი, გაჩნდება რადიაცია და ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, ბირთვული ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. სწორედ ასეთ კატასტროფას უწოდებენ ბირთვულ ზამთარს, რომლის გაძლებაც ძალიან რთული იქნება. საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველადი დამრტყმელი ძალის გარდა მოჰყვება დასხივება, იონური გამოსხივება, რადიოაქტიური დაბინძურება და ელექტრომაგნიტური იმპულსი. ერთია მოვლენები, რაც მსგავს უგუნურ ომს შეიძლება მოყვეს.
მეორე კი თავად აფეთქება და ეპიცენტრი. ექსპერტების თქმით, კატასტროფის შედეგი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამინზე, დღის მონაკვეთზე, სამიზნე არეალის გეოგრაფიულ მახასიათებლებსა და აფეთქების ადგილზე. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, გარკვეული პროგნოზის გაკეთება მაინც შესაძლებელია. და ეს პროგნოზი და მისი წარმოქმნაც კი ზედმეტად შემაძრწუნებელია, არათუ შემაშფოთებელი. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნა, შეიძლება ითქვას, რომ წითელი ტელეფონის ზარი ისევ რეკავს. იმედი დავიტოვოთ, რომ მსოფლიო ლიდერებს ეყოფათ პოლიტიკური გამბედაობა და ნება იმისა, რომ მსოფლიო არ ამოაყირავონ და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან, რასაც არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ფლორისა და ფაუნის სიცოცხლის განადგურება მოყვება, არამედ საერთოდ კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნისა და მომავლის საფრთხე შეიქმნება. თუ გაინტერესებთ მსგავს საკითხებზე მომდევნო ეპიზოდების მოვამზადო მომავალში, დაგვიტოვე კომენტარი და გამოთქვი შენი აზრი, რომელიც ამ პროექტისათვის საჭირო და საინტერესოა. თავარი კი, რასაც თქვენ განვენი ამ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერაა. მადლობა მხარდაჭერისთვის.